კაცი ყოფილა თავარი შეფი საქართველოსი და მე რო ხელები არ მქონდეს მეც მაგას ვიზამდი. პენელს დავარწმუნდი ზღვაში. მართლა. ჯერ ლაიქებს მე ვუყურებთ. მოგესალმებით მეგობრებო, ცხარე ჩელენჯი თქვენ წინაშეა და ჩემთან ერთად იმყოფება ბასტო. ქოროს და მეგობრებო. ბასტო ეხა გაიცნობა იოკოს წესებს. მე ქოროს და ვაპირებ ყველაზე ცხარე კერძის გასინჯვას და ვაცნობიერებ რომ ეს შეიძლება გახდეს ნამდვილი ცეცხლით გამოცდა. ანუ ეს რატო ვაპარაკობს ჩემ გარეშე? არ არის. მიყევი. ვადასტურებ რომ იმყოფები ხიზამ მდგომარეობაში საგოებაზე და საკუთარი ნებით მივიღეთ ცხარე კერძის დაგემრების გაწყვეტილება. არ არის ესე მომიყვანეს ჩემი ნებით არ მოსულარ, მომიწრიეს. ვაცნობიერებ თანმდევ მოსალოდნელ რისკებს და არანაირი პრეტენზია კაფე იოკოს მიმართ არ მაქვს. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა. იოკოს ამოვანათ ერთმანეთს დროს რა. იოკო თავის მხრივ გავფრთხილებთ რომ კერძმა შეიძლება გამოწვეს მკვეთრი შეგრძნებები მუცლის არეში. ანუ მკვეთრი შეგრძნებები ტკივილს გულის ხავს, ხო? არა. ფუტუნს. ხელმოწერა სიჩ ეს შენი ხელმოწერა არის. ჩემს ესაკეთებ? მოდი მაშინ ვაჟიკო გოგოა საქმე მოუწევ. თარიღი არის 2025 წელის რომელიღაცა. ანუ ეხა როგორ მინდა იცი ჭამა? შეიძლება რა მე რო ჩავდო ვაჰა თქო და ეგრევე შევექცევი, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს რა არის ასეთი. ბიჭო მე იცი ისი მოლოდინი მაქვს. ხო, ცრემლებ რატომ ისვალიდან მაგ. აგეცინება ვიდეოებზე, მაგრამ როგორ გააправებ მაგას? აუ მე ამის ჭამა მინდოდა მაგაში გავიცინებო. მე რასაც მინდა იმას ვიძახ. უეჭოლიქ. შემთხვევით არაფერს არ გავაკეთებ. მეგობრებო, ეს ერთი სიტუაცია მოკლედ წინა გადაცემას ჩვენ X2, X1, X3 გავამატეთ და ჩემი ბრალია დამრჩა. მოკლედ და შაპო გადაწყვეტს ხოლმე ჩვენ რა შეგვხდება, რომელი ქარდები და მე გრაფიკულად იმებს ამოვანათებ. არ იქნება პრობლემა, უკვე ხელი მოწერილი აქვს, შესაბამისად ხელი მოწერილი რომ ვარცნობიერებ ცხარეს. ის ცხარი არა. ეია. ძალიან სუსტი იყო. მე გული უფრო მომიყვნა. ეხა წავიკითხე ზემოთ რა ეწერა. გაეცინა, გაგეცინა, ხო გაგეცინა. რა არ გაგიხსენი და გაგეცინა. კაი, მედი. ეხა მივხვდები ზოგადად გამეცინება თუ აღარ. ის ბარათები რო ქონდეს, გაიგნება რა. არა. ბიჭო, გამონათე. გემრიელია. აა. მადლობა იოკოს, იმისთვის რომ გემრიელ საჭმელს გვაძლევს, ცხარესთან ერთად. დედა მომიკვდეს თუ პროსტატს არა ცხარია, მაგრამ ძალიან გემრიელია короче, რა. აი ეს აღარა ასაცვაი ტიპი საკეთებ რესტორანში ის ყოთა Oh my god. მომ შემდეგი რომ შევუკეთო შეგიძლია მეორე პორცია დაამატე რა თუ შეიძლება. ეს რომ მოვატანო ხო შეიძლება მე უნდა შევჭამო მეორეც ბიჭო მაგარი აურად ცხარია თან მაგრამ გემრიელესია აი ხარ დავიგინები მაგრამ გემრიელი არის მაგაზე უდაოდ ხო და მკიდია გემრიელი ცხარე იყოს ძალიან გემრიელია მაგრამ ჭალ დღეს ვარ It's my boy, come on baby, watch it, nice stuff. Big girl. Baby. აი რანაირ ვიდეოებს არჩევი იცი რომ ია გაგეცინება თუ გაგეცინება დაცინიან რა და მაკენსელებს ბრო ბიჭო თან ერთი ტიპის დადებულია ეხა დავამუღამე რა ის ინსტაგრამის ბლოგერ ვამუღარდა ბოლოს ხო იცი ვიდეოებში ხო თელი ბომონდი რატო აყვა მაგას მე ბიჭო არა მართლა ვერ საკონჭია მე მაკონტროლებ უეჭველი კომედიური ჟანრის ისა გააცემა იყო და აი ხო იცი აი კომედი შოუც რო კონდეს თოკ შოუ და აი რეგა და ანუ იმიტომ რომ შეუძლებელია იმიტომ უცებ ხალი ტირის და უცებ აი თელი ანუ წამყვანი დიჯეი ყველა უცებ ცეკვა დაიწყო ან თუ ეგ თუ რეალობაა და ის ხარი მართლა ტირო და მანდ გადასვლა მინდა საცხოვრებლად იმიტომ რომ წარმოიდგინე გაგიმარჯვეთ ეს ორად ითვლება თუ ერთად არხი რო გამოიწეროთ თუ შეიძლება რა იმიტომ რომ მინდა რომ არხის რო გამოიწერ მინდა რომ აი ამ ვიდეოზე იყოს არხის გამოწერების მატება ანუ ამ სტილის ვიდეოზე და ყველას მოუხდეს ამის ჭამა იმიტომ რომ სადღაც ხო გავნა გაგრძელდეს ხო და მოვიდნენ სტუმრები და ყველას მოუხდეს ამის ჭამა მართლა გჭირდება ეხა ჩემი სანერწყვე ჯირკვლები სხვანაირად მუშაობენ მაგრამ ძალიან გემრიელია და ბასტო ფანტასტო არ დაგავწეთ მეგობრებო რა თქმა უნდა გამოიწეროთ ეს არხიც და გავიყვანოთ 100,000-ზე ბასტო და მე ჩვენც ავიყვანოთ 50,000
1000-ზე სიამოვნებით. 100.000 რა ვიდე რა. აი მე უხარ ასე. აგრას მძე, დაგიმარჯოს ნო. მიკი ვიგეთ საშიშია? სკლინტიანი ძროხის ზე? კარჩა გავიგე რომ სკლინტის მაკეთებაო და მეთქი როგორ რაღაცა იცი. ბიჭო, სახიფა თუ არის რა, რაღაც პუნქტში გააჩნია რაოდენობით მიცემ საქონელს მაგრამ როგორც წესი ნახე, არც გერმანიას უკვირს ახლა ეგ ამბავ სიტყვაზე და არც იაპონიას და არც სხვა დანარჩენ ქვეყნებს. სკლინტი არმოებაში გამოიყენება ძალიან მასიურად რა. ეგ არა ასიახლო, რა რაოდენობას მიცემ ეგაა მთავარი. ხო და მეც ეგეთი საბჭოთა რაღაც მომის საჭიროც არის რა. ანუ ეხლა იმაში თუ შეგიძლია რა ქვია. წოდორეთში მაგალითად იყიდება ძროხის ეგა. ესე მთებით დედას გვიცავ მთები არის. და უნდა მიხვიდე და ვაფატკი ჩადებ და აგიწონიან და ყიდულობ ძროხისას. ხო? ეს როგორი ვაიბი წამოიღო იცი? მეგობრებო, გადაცემა ჩავარდა ჩვენი ხალხი შევჭამ დავლევ. ჩაყომა ეს ვიდეოები უნდა გაჩვენოს უბრალოდ. როგორი ვაიბი წამოიღო იცი? გააცნე და მოიგეში რომ ხუმრობა რო აღარ ქონდათ და რო იჭყანე. აი დაახლოებით ეგეთოები წამოიღო რომ იცის რომ სანაცილო შესახედაობისა ადამიანი და სვეტში. აი ეგრე დაიწერა ნახვები. და ჩემ ძაღლს გავს და მაგიტო გამეცი. ანუ აი ვირი ხო არის, მაგრამ ჩემ ძაღლს გავს დორას აი ძალიან მაგრად. დორას ფოტოს ამოვანებ ვიდეოში აუცილებლად. მე მეშინია ცხოველზე გავიცინე. მე ჩემ ძაღლზე გამეცი. იმიტომ რომ შეიძლება უცებ ან ვერ ხვდები უკვე. ცოტა ავირი სამყარო მყავს გასაცნობი თავიდან. რა წკინთ, რა არ წკინთ ვეღარ გავიგე. ხა და არაფერზე ხო ვირი შეიძლება. ბიჭო, არა, ადამიანებზე იღადავი ბოლომდე პრობლემა არაა ძმაო. თავარია ძალს არ შეეხო. ძალს არ შეეხო. ადამიანი როგორი ტიპი არის, იცი რომ აი ადამიანის სიცოცხლე ჩემთვის ყველაზე უზენაესია რა. ეს არის მეგობრებო, კირინ და first press, არ ვიცი რას ნიშნავს, 5.5 აქ ალკოჰოლური. რაღაცა ვიძზე ისეთია, რომ წესით აი ლეფერო არის ლუდი, აი მაგის ვაიბები უნდა წამოიყოს, ესე წარე უნდა იყოს ცოტა. პილსნერი არის რა. იაპონური ლუდია, იშვიათია საქართველოში, თუ რამოდენიმე ობიექტზე თუ შეგხვდება იაპონური ლუდი და შეიძლება რომ აქ მომზადე და ლუდის მოყვარულმა გასაჯოთ. ქართველებისთვის ნაცნობი გემოა. დაინძრა ხო? ეს ახლა ერთად თავიდან ჩამიქრე რა. ეგ გააფრინა თუ მომეჩვენა ემო. მეთქი იმას დაეკიდე და გაყვა. ვაფშე რა გაღონიზიება მიხვდი? ანუ რა ანუ რა ანუ რა ხდება? ამი გამიწორდება. შენ ძმობას ვიცავარ ახლა რომელი ნაჭერი ჭამე. ძალიან პატარა ხორცი იყო და ირგული მქონდა ძალიან ბევრი აი შავი. აი ესეთი ხო ალბათ სავარ. ან უფრო პატარა. ის იგივე ტიპია. იგივე ტიპი გააძრე ხო? ნახე შეერთხო და გამორთო. საյան. ბიჭო. გამაინტერესებს ის უნდა მოხდა. ის ტიპი იცი UFC-ს ფაითერი როა? ჩივი. მაგაზე გამეცნო. ძალიან მეგონა რომ ჩივი იქნებოდა მე და ჩივი. ნუ მეგობრებო, ყველაფერს აქვს თავისი კარგი დადებით და უარყოფით თვისებები. პირში სიცხარეს, შეიძლება პირში სიცხარეა, მაგრამ ძალიან კაია, ზოგადად ბევრი რაღაცა. ამიტომ ცხარე შეიყვარე და ნაკლები დაავადება დაგემართებათ უფრო. ესე იგი, ბრუნდით. ხო, რაღაცაზე ვაზრობდით რა. სანამ მეორე პორცია მოიტანეს, მეგონა რომ ვიცნობდი ამ ადამიანზე, თუ მე ვიბაზრა რომ იმის ბრენდ შეფი ვიყავ, ამის ბრენდ, ისეთი ადამიანების ბრენდ შეფი რა იყო და პირადი შეფი. ყოფილვარ რომ ზოგზე დარწმუნებული არაა საზოგადოება რომ არსებობს თუ გამოგონილი პერსონაჟია და მე დაიწყო რაღაცების მოყოლა და რა დავამოგამე იცი რომ მე მაგრამ მევასება სარესტორნო ბიზნესი, სარესტორნო ამბავი, ყובה ზოგადად ძალიან მიყვარს. აი ჩემნაირი არის ალბათ მთელი საქართველო რა. ეხლა ვესაუბრებოდი და ეხლა აქვე მინდა რომ კომენტარებში გთხოვთ, გააკეთოს ამ პოდკასტი იქნება, ამ საუბრები, რაც არ უნდა იყოს, აი პოდკასტი კი მაგრად იხმარა თელმა YouTube-მა ეგ სიტყვა, მაგრამ შეიძლება რაღაცა სხვა სიტყვა შეფუთო და შენ და ვინმე ვინც ერკვევით ამ ამბავში კარგად აკეთებული გაქვთ, მაგალითად ერთი სასმელებია, მეორე ისა პროსტა მაგაზე იბაზრეთ რა, რესტორანზე იბაზრეთ, რესტორანზე და კვებაზე იბაზრეთ, სადა, კარგი, მართლა გულწრფელად მაინტერესებს. აი თუ მოუნდება ხალხს და მართლა დაგვიწეს კომენტარებში და იქნება მაგის მოთხოვნა. ძალიან ბევრი რამე ვცადე, შენ ხო იქიდან მაკვიდები, როცა ნულიდან დავიწყე ყველაფერი და უამრავი რაღაც ვცადეთ რა, ბიჭებმა და
დელავი არ გამოვიდა. კი, მაგრამ იქ ეხა უკვე შიში არის, რომ ეხა ისიც უცადო და მე კიდე ჩავარ. არა უშავს, მე გეტყვით რაღაცა. მე ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვცადეთ რა, ჰამაკმა ძალიან ბევრი რამე ვცადეთ. ზოგი გამოვიდა, ზოგი არ გამოვიდა და საერთოდ არც მაწყობს რომ ყველაფერი გამოსულიყო და იმიტომ რომ მე ზოგადად ვერ ვარ ის ადამიანი, რომ რაღაცა ორი საქმე გამოდის, არც ერთ არ მივატოვებ და ორივე გამიფუჭდებოდა რამე რა. რაღაცეები არის, ეხლა პროექტსაც ვაკეთებ. ეგ პროექტი ეხა აღმოვაჩინე, რომ იმდან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი საქმე მქონდა. ზოგი თავისით გაფუჭდა, ზოგს ვერ მივაქცია ყურადღება, მაგრამ იმენა წყალობა იყო რომ გაფუჭდა, იმიტომ რომ ამისთვის დრო მაქვს. ეხლა ის გაკეთებაც ვაპირებ და ჩემი გადმოსახედიდან რა რესურსიც გააქვს ის არის, რომ აი ეს ადგილს, მაგრამ ეხლა გულწრფელად ვიძახი რა, ჩემი ვიდეოშიც ვიტყვი ამაზე რა. ბასტო ფანტასტოზე რომ ეხლა მენიუს გადავხედე, არის ძალიან დიდი მენიუ, ეხლა ვამბობთ, რომ აზიური კერძები ძალიან ასწორებს. ძალიან დიდი მენიუა და სტეიკი რო წერია ერთ სიტყვაში, ანუ მე ერთ კერძში რო სტეიკი და რაღაცეები კიდე 4 კომპონენტი რო წერია და 25 ლარი რო ღირს, არის, არ ვიცი, დღევანდელთან გარემოა, აი ესეთი გარემოა. ყველაზე ადამიანური მენიუა. ხო, ადამიანური მენიუ და ეს ყველა აი ეს ხარი რაღაცასაც მოვედი რომ უნდა რაღაცა მებრძოლა რაღაცასთან, კი არ ვიბრძოლე. აი ამ კერძდა. გონდა. მეგობრებო, ბასტომ რაც ეხა ილაპარაკა იოკოზე, ამ ინფორმაციას თავის ახსნე როგორც თქვა მოგაწვით და ჩვენ აქედან მოგაწვით. მენიუს ამოვანათებ და პოსტ ჩამოგასწრებთ, ჩემი კარგი ვატო. უნდა მოხვიდეთ და გასვიჟოთ და ნახოთ რა ხდება აქ და უნდა დააფასოთ, რასაც ეს ხალხი აკეთებს. გაუწერეთ რა, რომ იბაძროს რა, რესტორნებში იაროს, კაროჩე და გვითხრას, ეს კვლევა, ეს არ არის კვლევა. გთხოვ. აი მინდა, იცი ამ რეხანები. 1000 რესტორანი ხო ვარ, 1000 რესტორანი. არა, დაცვა მჭირდება 3 კაცი რა, რატო კაცო, პირიქით. იქ შენ გააჩნი როგორ იტყვი. მე უნდა შენ მიხვი და უთხრა რომ გულწრფელად, რომ კაროჩე აქრო. აი ეს და მაგრამ ეგ უკვე გამოვა რომ მენიუს უდგე. აი არა, კაროჩე რამე ქენი რა. რამე რაღაცას ვიცი. რამე შემეცნებითი კვებაზე გააძრე. თქვენ უნდა მითხრათ. აი სულ ეგ არის, ხა იქ რო წერი რეცეპტორში, საჭამო ყველაზე კაი პიცა და იქ თავის პიცერიის თანამშრომლები თავის პიცას წერენ თავის. საბიძაშვილო რო ხო და შენ იყო ესე ტიპი, უნდა ადგე და ესე დადგე ძეგლებით და შენ ასაც ეტყვის რომ იმას აღარ უნდა დაუკარგო იმას. როგორ მინდა ეგრე იყოს. ფული არ უნდა იყო არც ერთ რესტორანში და მე ვიჩხუბებთ. შანსი არა. აბა ეხა თუ გამეცინებ. ეს ხო ვანახე. ეს ვანა. იგივე ტიპია, პროსტას კონტენტს აკეთებს ეს. ბიჭო ხوار გადაო. ნუ ასე და. ბოდიშ. აი რა, აი დათმობრივ გაკეთე, ბუდიშ, ბოდიშ. შენ გაგვაცინე მე რეც, რატო გვაღადაო? მოიცი. აუ ამას კოლაჟი აქვს ნახე. Stop it. Seda fatir abi. ეს ისე. არა პირველი ყველაზე თესლობა თავიდან ჩამივიდე რა. სხვა გადაცემაში რო გაყავს ეგრე. სხვა არხზე გადაიყვანა მას. თავარი და ფორმულაზე გადავიდა. ეგრე პროფესია შეუძლია. შესანიშნავია ძმებო. აუ. მეგობრებო, არხი გამოიწერეთ ჩვენის და ბასტო ფანტასტოსის. ფანტასტო ხო? გასავტო ფანტასტო ფანტასტო. ბეიბი ბუბუ. ოპა. Josie. ეს კოლაჟი ძალიან გოგანო. დასანერხია რა. რუსეთში უნდა ჩახვიდე სადღაც სოფელში და აი ლოთებთან მიხვიდე და მილიონერი გახდები ისეთ პრობლემს გადაიღებ 1000 წელს ან ყველაფერს ჭამე საერთოდ რაც არ უნდა გაუჩალიჭო. სუდად. ჩანგალზე აღარ ეტევა შეჩემ. მე ხარ მეხარა. ბიჭო რა ცინ. არა ცხარი არის როგორ არ არის მაგრამ. აუ. წამოვიდა. ჯო მაგრამ მაინც გემრიელია რა მაგის თქმა მინდა რომ ძალიან ცხარია მაგრამ ძალიან გემრიელია. No, ეს არხზე ჩავყვა და most liked videos ამოვაგდა. იზარმაცა კაროჩე რო იცოდი რა. მე რატო ვჭამ? Powers's, PSP's, Parman Depot's, VPC's კიდევებია. ვინც მაღალ მარჟაზე მუშაობს და ასე შემდეგ ყველა აპტი აქვს და მაღალ მარჟაზე მუშაობს. ასების დაწევას არ თხოვთ აზრი არ აქვს. მე გქოვეთ ერთხელ და
დაგვესპონსორებ რა. იმიტომ რომ აქედან რომ გავდივართ, ყველა ამას ისეთ დღეში ვარ, თუ ცოტა ხანში ბუასილი დაგვეწყება და. მეგონი გადამყიდველებია, შენ სმექტას უნდა მიმართო რაღაც ეგეს. მაინც მალამო. უფალება წამალზე ჯის ვთხოვ რომ რაღაცნაირად დაგვეხმაროს და თურქეთიდან იაფად მე დაგვეწყება. მგონია რომ სანთლების კომპანიას უნდა მიმართო რომ რამე რა. ჩვეულებრივი სანთლები. არ ვიცი რომელი კომპანიებია, მაგრამ გავერკვევი ცოტა ხანში უეჭოლებიც. არა, ავერსი და გრად ჩამოთვალე ის შესანიშნავი კომპანიებია, როგორც ბიზნესი, შესანიშნავი მიდგომა აქვთ, რომ ყველაზე ანუ ბანკზე მეც მუშაობა კაზინოზე. ეგ είναι ყობოები ევროპიდან. ეგ თან ისინი ნამდვილები არიან ხა ესენი, სინამ. შენ მოგინდა ქვიშა, მზე, ბასეინი, ორი ლილი. ისე რამსი მეტრო 98 ხო ხარ? ნაგენ მე შენ ზმოსვიცა. შემოვა. იგივე შეც. აუ ვიცი ეს ვიზა. კაი. მაგრამ როგორ დამუღამებული აქვს საკუთარი ცხოვრება დამუღამე, ანუ ოპა, წავიდა. თან წავღარ წაიღებ ვერადგება, ხო? ხო, არა. მაგ ტიპი რამდენ ყველა წაქცევაზე იბრძვის, ანუ მე ხო უნდა დამოვიდგე და. და სიბოროტეა ცოტა შორის ეხა რა. რატო რამდენი ლაიქი აქვს მაგის ვიდეოს? შენ გაქვს მაგდენი ლაიქი? ძიმდები, ჰა? შენ გაქვს მაგდენი ლაიქი მაგ ვიდეოს? მაინდა მეძეგეთ უნდა ვიყო რო. ო მაგრამ მარტივად შორი ტიპი პროსტა პენალტი რო დავარტყა, ამდენი მიყურებს? რა და ეგ არის? ყველაფერს აქ თავის პლივს მაო, შენ თავი ეგრე შეხედო ხა. მაგიტო არიან ეს. ლიგაზე როვა თამაშო არიან ეგეცა. ლიგაზე რომ მაგათი ლიგა რო გავა. ვით აი უეჭველება გავაკეთებ. რავი და ბევრ ფულს გადავხდიდი ძალიან ყველას, რომ ყველა ბედნი აი ყველაზე უხელო და პატრა ტიპები უფრო მაგარი ჟებს გავხდიდი, ვიდრე იმიტომ რომ იმსახურებენ ძმაო. ავარი არ ეწყინოთ რა. ხო ვერ შეცვლიან. არა ძმაო ფული გადა. ხო ვერ შეცვლიან ახლა მაგას, ხელები ხო არ გაიზრდება. მართლა, ხო ვერ შეცვლიან, ამიტომ ჯობდა გამოიყენო რაღაცაში. რა ვიცი ძმაო, მე რო ხელები არ მქონდეს, მეც მაგას ვიზამდი. პენელს დავარტყმავდი ზღვაში. შენ ამასთან ჩემს თორე. დავაბრიდავ. ტაქსისტმა რო გამიყუა? კი, ვიცი. ოღონდ მეგონა რომ ანუ მაგრამ გადმოვდი და აი ეს სახელი გოგეთვალს რა. არის ყოხუმრობის და მეგონა რომ პროსტა ისი გამიყუა რომ გადმოვიდი და არა ზოოპარკი გააჩერა ძმაო და ეგრევე გადმოვედი და ესპანს ესე უყურე. ოღონდ მაგრამ გაჟო გადმოვიდა კაია. დაამთავრდა ჩვენი ეს რაღაცა სახალხო გადაცემა რომელიც გვაქვს. დიდად ხალე ჩელენჯი არ ყოფილა იქიდან გამომდინარე რომ. არა, კი გავწარდით, მაგრამ უფრო მეტად შეიძლებოდა რაღაც მომენტში შაკოს ამბავში და ხო ეს ბარათებიც და უავიწდა მაგრამ არ აუშავს. მადლობა ბასტოს იმისთვის რომ მოვიდა, დაგლო პატენი და გემრიელა ჭამა. 12 ლარი მოიცი ტაქს, ერთი 30 ლარის ხო ჭამა. არა, 1.70-ის უკვე ჭამა. ხო და ისე 12 მიწე მუყან. ეგ არის რა. პლუსი ხარ. მეგობრებო, არხი გამოიწერეთ ორივეს არხი რა თქმა უნდა. დაალაიქეთ ვიდეო და პირველი რაც ყველაზე მეტად მინდა რომ ვიდეო რო დაიდება ხოლმე, ეგრევე ლაიქს გდიჟოთ რა. იმიტომ რომ ეხმარება რომ გააგდოს ვიდეო და წავიღოს და წაიღოს რა და ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. ჯერა ლაიქებს მე ვუყურებთ. ხო, აი ეგ ამბავია ზუსტად. რა, აბა დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე მომავალში შაკო იქნება და რესტორნებზე იბაზროს რა. და ვაფშე გამოცდილებაზე კაცი ყოფილა თავარი შეფის საქართველოსი და რაღაცებს არ ვიყვება, ჟმოტავს თავის ზოდნას და ნუ დაწერე საბა ნუ ჟმოტავს ზოდნას. შო, მეტი არაფერი.